მოგესალმებით ტურნირის მონაწილე ყველა სპორტსმენს და დამსწრე საზოგადოებას. მინდა აღნიშნო, რომ მოხარულები ვართ უმასპინძლობთ ჩვენი ღონისძიების სტუმარს, ლეგენდარულ მოკრივეს ბატონ ლენოქს ლუის. Аплодисментები. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს. ტურნირის ძირითად ნაწილში ჩატარდება 4 ბრძოლა. აქედან პირველი იქნება ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის გამრისთვის, რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლევან იანკოშვილი და აკაკი კაკრიაშვილი. მოგვიანო ორ ბრძოლაზეც მივიდეთ. ეს იქნება საერთაშორისო ბრძოლები, რომლებშიც ორი ქართველი მოკრივე დაუპირისპირდება უცხოელ მეტოქეებს. და ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მსოფლიო კრივის ორგანიზაცია WBF-ის მსოფლიო ჩემპიონის გამრის მოსაპოვებლად ქართველი მოკრივე გივითო დუა ტაილანდელ მოკრივეს დაუპირისპირდება. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ღონისძიების საპატიო სტუმარს ბატონ ლენოქს ლუის. I'd like to give the floor to our guest of honor, Mr. Lennox Lewis. Thank you. It's great to be here in Georgia, and I hope you call for me again. I'm excited to see the boxers tomorrow, and I wish them all good luck. And I'll be watching them very closely. And I'd like to thank the president and all the people that I know. This man here, this man, and yeah, and the floor is open if anybody wants to ask me any questions. I'll be happy to answer them. I was going to say, anybody hear about my fight with Mike Tyson? Me and Mike Tyson have a long history where when I was boxing in the amateur team, I went to Santo Domingo, Dominican Republic, and I boxed and I won that tournament, and they said I didn't box the best guy from America. And I said, well, where is he? Why didn't he come? He didn't come because his manager didn't like to take planes. He didn't like to take any planes. So I said to my trainer, I said, we got to find this guy, Mike Tyson. So we drove up to the Catskills to meet him. And when I met him, he was really nice to me, really, really nice. He took me around, he showed me some old tapes. And then the next day when we went into sparring, he almost took my head off. So, you know, he had that Dr. Jekyll, Mr. Hyde thing where, you know, you're nice outside the ring, but in the ring, mean. So he helped me to be mean as well. Thank you. მომიწვიეთ, დიდი მადლობა, მიხარია რომ ვარ დღეს აქ თქვენთან ერთად, იმედი მაქვს რომ კიდევ მომიწვევთ. აუცილებლად დავესწრებო ღონისძიებას, მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მებრძოლს, მე ძალიან ახლოდან დავაკვირდები. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, ჩემი კეთილგანწყობა დაგიდასტურეთ და გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ დამისვათ კითხვები. თითქმის მე საინტერესოს ჩემი და მათ დაისწრების ისტორია და გითხრათ, რომ როდესაც ვიყავი კონტაქტულაზე დომინიკის რესპუბლიკაში ვაპარაკობდით, რომ იყო ლაპარაკი რომ და შეებრძოლო საუკეთესო ამერიკელ მებრძოლს, მაგრამ მაშინ არ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ისმა მენეჯერმა არ დაავადდა სწორად გეგმები, არ უნდა ჩამოსვლა, რაღაცა თვითმფრინავის პრობლემები იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე როდესაც შევხვდით, ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ. მაგრამ რაღაც ბევრი რამე ამიხსნა, ბევრი რამე მითხრა, ძალიან კარგად შემოვიდა ურთიერთობაში, თუმცა რინგზე კიდევ თავი არ მაძრო, იმიტომ რომ ეს ესეა საერთოდ. შეიძლება რინგის მიღმა იყოს ძალიან კეთილგანწყობილი, ძალიან კარგად ურთიერთობაში, მაგრამ რინგზე ხდები დაუნდობელები, ის მეც დამეყარა, რომ ასეთი ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შეკითხვებს დავუწყებ. თუ შეიძლება შეკითხვა რომ გადაუთარგმნოთ, თუ იყო თუ სმენოდა აქამდე საქართველოს შესახებ ბატონ ლენოქს ლუის და თუ მოასწრო მეტნაკლებად ამ ქვეყნის გაცნობა, თუ სმენოდა რა სმენოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ მას? No, this is actually my first time, and you know I'm looking forward to go sightseeing tomorrow. I hear you have a very rich culture, and I heard about the wine that this place is known for as well, and I had the opportunity to taste some today. Very nice.
იცით, აქამდე არაფერი ძმენო და პირველი ვიზიტი არის ეს ჩემი საქართველოს მოთმევად ველოდები დღეს ხვალ წავალ დავათვალიერებ, ვიცი რომ ძალიან დიდი კულტურა აქვს, ვიცი რომ ვინითაც არის ასევე ცნობილი მქონდა და მე გემოვნებინა დღესაც ჩანსი და ძალიან კარგი იყო. დღეს საბავშვოსაც ვფიქრობ რომ გავიცნობ ადამიანებს, რაღაცას გავიგებ ამ ქვეყნის შესახებ და ძალიან მომწონს რაც ვიცი ამ ეტაპზე. Hello, Mr. Lewis. First of all, welcome to Georgia. She loves the gloves for bets on sport. I have a question. You mentioned your fight with Mike Tyson. Yes. Obviously, you were a participant in many, I would say, legendary historic events, historic fights. You won several championships, Olympic gold. I mean, you have accomplished a lot in your career. But what would you say is, for you personally, is your greatest accomplishment? Wow, I've got many. I think for me, making it to the Olympics and winning the Olympics, I actually went twice. I was in '84 and '88. When I was in '84, the reason why I lost, because I didn't have a lot of experience. And I was still in high school. So I said to myself, I made a decision that I'm gonna wait the 4 years and go back to the Olympics. Now, when I went back to the Olympics, I said to myself, I'm not gonna go home unless I win it. So I'm gonna do everything in my power to win. They're gonna have to take me out on a stretcher. So I was willing to go that far to be able to win a gold medal. So I accomplished the gold medal and I was happy. So that was my biggest accomplishment. And then obviously the next step is becoming heavyweight champion of the world. Then the next step is to become undisputed heavyweight champion of the world. So it's like different goals that I set for myself to win. კითხვა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი შემიძლია მონაწილეობა, ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა მქონია, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ოლიმპიადაზე ორჯერ მოხდება, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, 94 წელს გამოწყდება არ მოყვა და ამიტომ ვერ გავიმარჯვე, თუმცა მაშინ მე შევკერდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და აუცილებლად გავიმარჯვებდი. როდესაც მეორედ მოხდება ოლიმპიადაზე პირველ წელს მაშინ უკვე ვიცოდი და ვუთხარი კიდევ ერთხელ ჩემ თავს, რომ აქედან ისე არ წავალ თუ არ გავიმარჯვე, აი სულ რომ აი ვიცი, დავიშალო ნაწილ-ნაწილ ამას აუცილებლად გავაკეთებო და ასეც მოხდა მე მივიგე ჩემპიონატი შემდგომ მე ყველაზე ოლიმპიური ოქრო უკაცრავად შემდგომ იყო მძიმე წონაში, როდესაც გავხდი ჩემპიონი, შემდეგ მძიმე წონაში, ან სხვადასხვა ეტაპებია ცხოვრებაში, სხვადასხვა კატეგორიებია და ყველა ძალიან მნიშვნელოვანი დიდია, თუმცა მე ესენი გამოვსჭირა. And as somebody again who has been actively involved in boxing, we've seen sometimes people finish up their career and they just don't want to have anything to do with the sport, but you're still actively involved in boxing today. And from your perspective, what would you say is the biggest challenge for boxing as a sport in general today? Well, I'll answer the last one first. Sure. The biggest challenge for boxing today is support. Support and getting the right information, the right training. A lot of people want to box, but then to get fights is difficult. To get a good trainer is difficult. And for me, I hold camps for kids, and I'm helping kids learn the correct way, the right biomechanics, the right type of boxing. So it's like if you learn bad, then I would look at you and say I would have to correct you because your hands are down. A lot of people put their hands down now because they want to be like Floyd Mayweather. They need to box with their hands up and protect themselves. Think more of defense. კითხვა იყო ასევე, როდესაც ადამიანები ყოფენ სპორტს, მე აღარანაირად აღარ აქტიურად მოხდა თქვენ, დღესაც აქტიურად ვართ ჩართული და რა სიტყვით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ბოქსისთვის. პასუხი არის ასეთი, რომ მე დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევით, რომელიც არის ბოქსთან დაკავშირებული, ეს არის მხარდაჭერა, ეს არის სწორი ტრენინგი, იმიტომ რომ ადამიანებს სჭირდებათ სწორი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ბოქსი ყველას მოწონს, ყველას უნდა გაიგრძელოს, მაგრამ უშუალოდ ბრძოლა არის სრულიად განსხვავებული, რომ მე მაქვს კემპები ბავშვებისთვის და ვასწავლი ხოლმე, მეუბნები, რომ მოდი შენ ნაჩვენები როგორ აკეთებ.
და მე გაგისწორებ, იმიტომ რომ ხანდახან ესეთი ხანდახან ეს ჩამოშვებული ხელები დგანან, ხანდახან არის რომ სულ სახესთან აქვს ხელები მიტანილი და ზევით აღთაწეული და უფრო დგანან თავდაცვის პოზაში ვიდრე ბრძოლის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ტრენერი, სწორი წვრთნა და სწორი მიდგომები. And learning the right fundamentals is very important. That's why, I used to call myself a pugilist specialist. So boxing is pugilism, but I'm a specialist at it. So for me, learning correctly the punches and the combinations was very important for me. და ასევე კიდევ ვიტყოდი, რომ ჩემთვის სწორად სწავლა, სწორი სწავლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბოქსი თავისთავად გულისხმია და ეს მე ამის სპეციალისტი ვარ. მე ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს, რომ თითეული დარტყმა, თითეული ხელის გაქნება ყველაფერი უნდა იყოს სწორი, გათვლილი, ამას არსებითი მნიშვნელობა. თუ შეიძლება კიდევ ერთი კითხვა. ყველა მიცის რომ თქვენ მოგიწიათ ასპარეზობა უძლიერეს ეპოქაში, სადაც საუკეთესო ძიმეწონოსნები ასპარეზობდნენ და თქვენ ამ ეპოქაში შეძელით გამხდარიყავით მსოფლიოს უდაო ჩემპიონი, აბსოლუტური ჩემპიონი. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და ისევ მოხდა შესაძლებელი რომ ყველა კამარი გაერთიანებულიყო ერთი მოკრივის მიერ. დღეს გულშემატკივრები ბევრს კამათობენ, რომელი უფრო ძლიერი ეპოქა იყო, თქვენი ეპოქა თუ დღევანდელი ეპოქა, თქვენ როგორ შეადარებდით თქვენ ეპოქას დღევანდელ ეპოქასთან? Say both. I spent my time as a boxer, I enjoyed it, I made sure that I won and was the best. Now it's to help younger kids become their best. ჩემთვის ორივე პერიოდი ძალიან კარგია. მაშინ იყო რომ თვითონ ვიყავი საუკეთესო, ძალიან მომწონდა და ეს პერიოდიც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ეხლა სხვებს ვეხმარები და ვეუბნები როგორ უნდა გააკეთონ სწორად. თვითონ კრივი როდის უფრო ძლიერი იყო, მაშინ თუ ახლა? მსოფლიო კრივი. And there were different workouts and you were one of the best and now when Yeah, I don't think they'll be united because promoters like belts over here, so they can say, hey, this guy's a champion. And they say, hey, this guy's a champion, so they can have many champions. They don't like the fact that one guy holds all the belts. იცით რა, მე ვერ ვიტყოდი რომ ახლა რაღაცა შესაძლებლობა იყო ყველა კამარი გაერთიანდეს პირიქით, პრომოუტერებს ყველა ძალიან მოწონს იყოს სხვადასხვა კამრები, არავის არ უნდა რომ ერთი ადამიანი იყოს ჩემი. ყველა კამრის ფლოტი. შეიძლება გითხრა. 20 წლის პატარა მოვიდა ბატონო, სამი ამ ეპოქაში ვისთან ისურვებდით შეხვედრას ის. Alexander Usyk. I asked Siri, and Siri told me that I would win. Можно вопрос? Я из Украины, меня зовут Эдвард. Вопрос с юмором. Как насчет реванша с Виталием Кличко? Вопрос с юмором. I don't need to. Klitschko's a nice man. He never said he wanted to eat my kids. So. Очень хороший человек, он никогда не говорил, что хочет съесть моих детей. Если бы он так сказал, я бы боролась. А у тебя Виктория Кличко-стан კარგი ადამიანი რომ არ ყოფილიყო და ოდესმე რომ ეთქვა, რომ შეჭამდა ჩემს შვილს. პროფესიონალური კრივის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბატონ ვაჟა გვეზერელს. მოგესალმებით. ყველა კარგად მოიხსენება, ხვალ რა დიდი მნიშვნელობის ღონისძიებას ვატარებთ. პირველ რიგში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის სახელით ბატონ ლენოქს ლუის დიდ მადლობას მოვახსენებ ჩამობრძანებისთვის. თუკი გვაქვს კითხვები ბატონ ვიცე-პრეზიდენტთან,
დავუსვათ, მანამდე კი გეტყვით, რომ ეს ბატონი ვაჟას დაბადების დღეა და მოგწონს. განებივრებული ვარ რა ამ შარშანიკო სინახში თლოში მომენტი არ მომილოცეს ეს კითხვა თუ შეიძლება ბატონო ვაჟა. ბატონო ვაჟა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი ღონისძიება მთლიანად საქართველოში პროფესიონალური კრივის განვითარებისთვის. რა შეგიძლიათ თქვათ საამავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე, თუ არის დაგეგმილი საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ საამავლოდაც მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება საქართველოში? ახლობით 25 წელიწადია რაც შექმნილია კრივის კავშირი და სინქრონულად ვიყვეთ და თუ დავაკვირდებით ყოველ წელიწადს მატება და პროგრესირება გვაქვს შეჯიბრებში ჩატარებაში, ხარისხში, აი ეს ხამრების გათამაშებაში და პლუს მოკრივების რაოდენობაში. ჩვენ წელს ხვალინდელი შეჯიბრის გარდა რამოდენიმე ტურნირი კიდევ აქვს შესაძლებელი. 28-ში ჩავატარეთ წლორში საქართველოს კამარიკაც კიდევ ჩავატაროთ წლის ბოლომდე აუცილებლად და დავგეგმოთ კიდე დავსახავთ ფედერაციაში დავსახავთ მომავალი წლის გეგმებსაც და როგორც მოგახსენეთ აუცილებლად მომავალ წელს უფრო და უფრო ყავს გვეძებდგომი ადამიანები ერთად გავერთიანდებით სახელმწიფოში გვაქვს ისეთი სიტუაცია დღეს რომ სპორტის სამსახურის სამინისტროს მეხმარება მერიას მეხმარება და კიდევ შემოგთავაზებთ უფრო და უფრო უძლიერეს შეჯიბრებებს და უფრო მეტი ჩემპიონები პროფილება წარმოადგენენ. რაც შეეხება ხვალინდელ შეჯიბრს, გვაქვს ესეთი უძლიერესი მსოფლიოს ხამრის იტყვიან ამას გათამაშებას ვერ დავუძახებ, იმიტომ კრივია და თამაში ცოტა ისაა რა. ბრძოლა იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან თანაბარი იქნება ჩემი აზრით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან დარჩება ეს კამარა. კიდევ ხვალგედება საქართველოს კამარი გათამაშება კიდევ, საქართველოს კამარი გათამაშება. ეხლა საქართველოს კამარი ყველამ კარგად ვიცით, რომ ეხლა ვიღაცას რომ მომუნდეს და თქვას, რომ ეს მე ვიდა ეს კამარი, ესე არ გამოვა რა, არ იქნება და ეს რეიტინგით ბიჭებს მოუწიათ ესე რა, 10 რაუნდიანი იქნება ეს ბრძოლა, 10 რაუნდიანი და კაგრიაშვილი და იაკოშვილი შეხვდებიან ერთმანეთს რა. მე ხა ვერ ვიქნი იმას ბალეჭი ყო და იმას, მე ორივეს ბალეჭი ყო, ვინც გაიმარჯვებს, გულათინათ იმას მიუღოთ. სოფლიოს კამარი კიდე აუცილებლად მოგიწევს. გვაქვს კითხვა ბატონ ვაჟასთან გისმენთ. შეიძლება მე მაინტერესებს ეს კამარი რამდენად მოიაზრება რომ გოგოებშიც ჩავატაროთ ტურნირი, სადაც ეს კამარი გათამაშდება და მე ვფიქრობ რომ ნამდვილად იმსახურებ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში თქვენს გვერდით ვარ, ბრძოლებს ვატარებ საფედერაციაში და მინდა რომ ამ კამარის მფლობელი მეც გავხდე. ჩვენ დღესაც გქონდა ბატონ ლეოსთან საუბარი აუც და საერთოდ რეალურად ვაპირებთ რომ გოგოების კრივი უფრო მეტად გავითარდეს. როგორც არის დღეს კიდე გავითარდეს და დააღონეს ფედერაცია არიშვილს. ალბათ ბატონი ჰოვარდი და დებაც უნდა იყოს იმის რომ თქვენ მიიღოთ მაგაზე მონაწილეობა მაგაში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობ რომ იქნებ სრული გამოთქვა რომ საქართველოს ჩემპიონი გახდე. საქართველოს ჩემპიონი გახდე, ეგ წინა პირობა იმისი რომ მე საქართველოს ჩემპიონი გავხდე რაში? აი საქართველოს ჩემპიონის კამარი აი კრივში დაშვიდა. კი, საქართველოს ჩემპიონის კამარი ვიგულის. საქართველოს ჩემპიონი. მე ვიფიქრე WBC-ში. ყველაფერს ხო თავისი დრო აქვს და მე ვიგულისხმობ საქართველოს ჩემპიონი. არა. აუცილებლად გეკიდება შემაგისი შესაძლებლობა. კი. და დანარჩენი აი მაგ ჩავიწერეთ ბატონო ვაჟა. I think
what you say is very important, that women should be given equal opportunity to fight for titles if they're good enough. And the WBF has been very instrumental in promoting women's boxing. Clarissa Shields, the top woman in the world, is one of our champions. So, prove yourself in the ring, go for your Georgian title, and once you do that, maybe there are bigger titles. But an equal opportunity, I agree with you 100%. მე რაც თქვით იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა, ქალებს უნდა ჰქონდეთ სრულიად თანაბარი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ჩვენ ხარს უჭერთ, ჩვენი ფედერაცია ძალიან მნიშვნელოვნად სრულავს ამ მიმართულებით. კლარისა შილდი ჩვენი ჩემპიონია, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. ამიტომ დაამტკიცეთ, აჩვენეთ თქვენი თავი რიგზე, მიიღეთ ჯერ ქართული კამარი, საქართველოს კამარი და აუცილებლად იბრძოლეთ შემდგომი წარმატებისთვის. აუცილებელია რომ გქონდეთ სრულიად თანაბარი შესაძლებლობები. მე ზუსტად ვერ გავიგე და რა კიდე კაი პასუხი და კაი პასუხი მოგივიდა. როგორ წავიკითხა ისე გავიგე. არა ჩინი რა წარმატებებს უწევს თვითონაც. მაქვს ვიდეო შეგიძლია. ეთილი. მოდით ამჯერად უკვე შეკითხვები დავუსვათ ჩვენს ტურნირის მონაწილეებს, სპორტსმენებს, ვინც ხვალ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლებს გამართავს გეოდებით. თუ შეიძლება. გივი თოდუასთან მინდა მე პირადად პირველი კითხვა, გივი უმოკლეს დროში შენ შეძელი და მიიღე შესაძლებლობა შენი რეიტინგიდან, შენი განვლილი ბრძოლებიდან გამომდინარე, რომ გებრძოლა უკვე მსოფლიო კამარზე. რას ნიშნავს ამ კამრისთვის ბრძოლა შენთვის? როგორ ხარ მომზადებული, ხო არ გაქვს რაიმე ან ტრავმა, ან რამე შემაფერხებელი შენი მზადების პროცესში და რას პირდები გულშემატკივარ ხვალინდელ ბრძოლაში? მოგესალმებით. თითქმის 15 წელია კრივში ვარ, 20 წლის ვარსოლო და რაც შეიძლება ითქვას, ხვალინდელი არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ამიტომ მაქსიმალურად პერიოდულად მომზადებული, თან ჩემ ქვეყანაში არა შეიძლება უშემოქმედებლად ძალიან დიდი მყავს, ფედერაცია ჩემი მეთით არის, ყველაფერი ჩემთან არის და ყოველ ჩემპიონატს პერიოდში მეტი ვერაფრის ასახელი. კიდე ერთი კითხვა მექნება თუ შეიძლება გივისთან. გივი, შენ აქამდე ამხელა რაუნდების არ გიბრძოლია 12 რაუნდის განმავლობაში, ნოკაუტორი ხარ და ძირითადად საწყის რაუნდებშივე ამთავრებ ხოლმე შენს ბრძოლებს პროფესიონალური კრივის რინგზე. როგორ ფიქრობ, რამდენხანს გასტანს ხვალინდელი ბრძოლა და თუ გასტანა ბოლომდე თუ ხარ მზად ამისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად? Komodores kilogram, 12 raundu çubuğu var. Kalafeli oyunlar kesinlikle raundu. Aslında dengeye tabii ki yok. Kalafeli masalında bir çember de sağ ამ მოსამზადებელი ბანაკის დროს ზოგადად რაზე გააკეთეთ ყველაზე დიდი და მთავარი აქცენტი და საერთოდ ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა, იმიტომ რომ საჩემპიონო ბრძოლა, რა თქმა უნდა, ცოტასვანაირი ემოციური ალბათ მიღომა არის და აი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია რაც გაკვეთილი და უშუალოდ ტექნიკაზე ყველაზე მეტად რაზე გააკეთეთ აქცენტი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის 12 რაუნდის კვალიფიკაცია და 12 რაუნდის მუშაობდი თუნდაში. ერთი კიდე ის იყო რომ მოწინააღმდეგეები თავად ისეთი რომ ჩემი მოწინააღმდეგე შესაბამისი იმედი ამას ავთვალე. და მუშაობებს რომელზე შემუშავე და რანაირად სუსტრებული და ყველაფრის ძალა. წინასა ყველაფერი ვიცი რა როგორ რანაირად. გზადება რაც შეიძლება იყოს იყო 12 რაუნდები უნებობისად და გათხოვა იმაზე თუ რა აქცენტი მეტოდის სტილში რაზე, აი ყველაზე დიდ გამოსვლას გასახსენებთ. ნუ გახსნილია და ისება და ვიარჩება ამ პრეზიდენტის და ამ რეალობა შევიდა. და აი დასამახსოვრებელ მომენტს ვიფრას. პირველ ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია და უნდა ჩავწერო უნდა მაქსიმალურად და ჩემს ცხოვრების ერთ-ერთი საფეხური უნდა იყოს ეს ნაწილი.
რა თქმა უნდა, მოგეცით უკვე და ახლა გადავთო. ეს კერო იაგო კიზირიასთან მექნება თუ შეიძლება ერთი კითხვა. იაგო კიზირია კარგად იცის ქართულმა კრივის კომაგმა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი მოკრევე ხარ პროფესიონალურ კრივში, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოკრევე ხარ, უცხოეთიდან გაქვს ძალიან ბევრი წარმატება და გამარჯვება ჩამოტანილი, რას ნიშნავს შენთვის რომ გეძლევა შანსი საკუთარი მაყურებლის წინაშე იბრძოლო და აქაც აჩვენო შენი შესაძლებლობები ქართველ მაყურებელს აი ესეთ დიდ შოუზე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის, ხო არ გმატებს კიდე დამატებით мотиваციას და პასუხისმგებლობას? ძალიან мотиваცია გმატებს და ამათი ჩემო წინამორბედზე ჩამოვიდა და ვაგდე ზოგადად ვარანა გაიჩვენეს. იქნება ნოკაუტი თუ არა? ირაკლი ელანიძესთანაც შეიძლება. ირაკლი, შენ ყველამ კარგად იცის რომ ძალიან გამოცდილი მოკრევე ხარ. როგორ მოემზადე ბათუმის კრივის აკადემიაში აი ამ ბრძოლისთვის, რამდენად ხარ მზად, როგორ შეაფასებ შენ მეტოქეს და რას უნდა ელოდოს ხვალ შენი გულშემატკივარი ხვალინდელ გამართულ ბრძოლაში? მოგესალმებით, განსხვავებით საზოგადოებას, ჩვენ ლეგენდას, მოხალხე ვარ მოყოლთან, მიზანი არის წერილი ვარ და გამოცდილება მაქვს ამ განმავლობაში და მოხალხე ვარ ესეთ კარგონიზებაში ნაწილეობას და გადაგავიარე ორი კითხვა ჩვენ ბათუმის კრივის აკადემიას, ყველა ეტაპი გავიარე ფიზიკური, ტაქტიკური რა ვიცი ჩემ მენეჯერებს ყველას მადლობას ვიმეორო ნოვის შესაძლებლობა გამოვიდა ჩემი ძალები რა ვიცი ჩემ თავს უსურვებ დამატებას და ყველას საჩვენებ და თუ შეიძლება საქართველოს კამერის მონაწილეებთანაც ერთი კითხვა მექნება, მე ჩვენ გვექნება ცალკე ამ კამერაზე ცალკე პრესკონფერენცია ცოტა ვრცლად ვისაუბროთ. თუმცა დამწერ საზოგადოებას რა უთხრათ აკაკიდან დავიწყებ თუ არის შესაძლებელი, რას ნიშნავს შენთვის აკაკი ბრძოლა დღევანდელი ივენტზე, აი ასეთი სტუმრების თვალწინ და ქართული აუდიტორიის თვალწინ, რას ნიშნავს შენთვის რომ მოგეცა შანსი იბრძოლო საქართველოს ჩემპიონის კამერისათვის? ჩემთვის პირადად ჩემი ფორტეს კამერის ბრძოლა არის განსხვავებული და შეიძლება ითქვას რომ ალბათ უფრო სერიოზული სპორტია, მაგრამ ჩემთვის ეს უნდა არის რაღაცა და ჩემი ქვეყნის კამერისთვის ვიბრძოლა, მინდა რამისთვის დავიდავდები. და ერთი კითხვა ლევან იანქოშვილსაც თუ შეიძლება და ვეცდები რომ ძალიან ვიცი რომ აწონები ეჩქარებათ მოკრეებს. ლევან, შენ რას ფიქრობ, როგორ ხარ მომზადებული, რას ნიშნავს შენთვის ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის კამერისთვის? აკაკიმ რამოდენიმეჯერ თქვა, რომ უფრო მაგარ ბიჭებთანაც მიბრძოლიაო, შენ რა პასუხს გასცემდი ამ ყველაფერს? შეიძლება საქართველოს ჩემპიონის კამერაზე ჭობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამთანხმოების კამერაზე უფრო დიდი ბრძოლია რა. და ახლა საქართველოს შემოში სპორტში ხოლმე შეიძლება მაგას ახლა სამგენი მიიღო მაგას მიზებო ბავშვი ვიდეო შეკითხვა სპორტსმენებთან. კი, მე მაქვს თუ შეიძლება საქართველოს კამარზე ბრძოლასთან მაქვს ბიჭებთან კითხვა. ლევან, ჩვენ ერთმანეთს ესე ახლოდან არ ვიცნობთ, მაგრამ მე თვალყურს გადევნებ და მომწონს შენი ბრძოლები და მაინტერესებს 10 რაუნდიანი ბრძოლისთვის რამდენად ხარ მზად. მე არ ვიცი შენი ბრძოლები გაგრძელებულა თუ არა 6-8 ან 10 რაუნდი. ამიტომ მაინტერესებს ამაზე ინფორმაცია, როგორ ფორმაში ხარ და რას აპირებს საერთოდ რომ დაუპირისპირო აკას, როგორც თვითონ ამოს ძლიერ მუშტებს.
საკმაოდ გარკვეულობაში ვარ მოძებნებული კარგად და ვიზაბილის პირობას ვაპირებ მე წინას არ ამაზე საკუთარი მინიმუმ პროცესი და როგორ სიტუაცია მოხდეს იმის მიხედვით და თვითონ როგორ ემზადებოდი ბრძოლისთვის დაუშვათ პირველ ნომრად ბრძოლას აპირებ მეორე ნომრად დაახლოებით აკასტილი ხო იცი როგორც აპირებს ბრძოლას და რა გაქვს მომზადებული მე ყველასთან შევარში აკა შენთანაც მექნება კითხვა რას ფიქრობ 10 რაუნდი გაგრძელდება ბრძოლა მე საუთები ვარ მე რა თქმა უნდა ვთქვი დროზე არ მომხარო ბრძოლები მაგრამ საერთოდ იმის პასუხი რაუნდი შეიძლება იმედი არ გაგრძელდება მე ვეცდები ბრძოლაში რაც შეეხება იმას რომ შენზე კარგი სიხარ მოქმედი ბრძოლები გადაღებული ეს დამაკნინება არანაირად არ მქონია პირიქით პატრიოტის მოჩემონებს რა თქმა უნდა კრიტიკული სპორტი და კრიტიკული მადლობთ ბატონებო და გალბატონებო ღონისძიების პრესკონფერენციის ნაწილი დასრულებულია რამდენიმე წუთში უკვე აწონების ცერემონიაზე გადავიდეთ და უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი მებრძოლები